მოგესალმებით მეგობრებო, ვიდეოს გადაღება ეს მიწევს ასე სპონტანურად, ამიტომ ზოგჯერ ხმა იქნება უხარისხო, ზოგჯერ ხარისხიანი, იმიტომ რომ პირობითად რაგის დღეს არც ვაპირებდი ვიდეოს გადაღებას და უბრალოდ ვაპირებდი, მაგრამ დავავიწყა მიკროფონის წამოღება და ასე შემდეგ და თან უძილო ვიყავი, თან რაღაცა ყველაფერი ერთად და ესეთი სიტუაცია გაიჩნდა. რაც შეეხება ჩვენი დრაგზე გასვლას. დრაგზე გასვლა იგივენაირად როგორც ახლა გითხარით ვიდეოს გადაღება სპონტანური იყო და დრაგზე გასვლაც იგივენაირად იყო, საღამო იყო, კვალიფიკაციის წინადღე იყო. რაღაცას ვაკეთებდით, მე მგონი, შკოდას ვაკეთებდით თუ რაღაცას და მეთქი. ბიჭო, დრაგზე ხო არ გავიდე მეთქი და ამასობაში დგას მანქანა და ერთი ფარი მოხსნილი მქონდა, იმიტომ რომ წვიმაში რომ ეყენა მანქანა, ერთი ფარი აიორთქლა რა. და მოხსენი დავდე გარაჟში მეთქი გაშრება და მე მივაყენებ. ხო და მოდის ბატონი ჭანტურია და გოფებისიაო და მეთქი ჩემი. ფარი თუ არ დააყენე, არ დაიშვებიო. მეთქი რა ვქნა, რაღაცა თუ დასვნა, მე ბიჭები მოვიდნენ ამასობაში ტატო იყო, სუსო იყო ბიჭები, გერმისაშვილი, სუსოს მეწახით, ვინც არიცით. და ზუსტად სხვათა შორის სუსომ მომცა იდეა, ფარის ნაცვლად სეტკა გაუშვიო, თავარია რაღაცა გეყენოსო რა, არ არის მნიშვნელობა ფარი იქნება თუ რაღაცა, ანუ ხო არ დაუზუსტებია უკაც რომ ფარი უნდა ანათებდესო, ფარი უნდა გეყენოსო და როგორი ფარი იქნება, არსებითი მნიშვნელობა არა აქვსო და. ხო და ეგრე ვქენი და სხვათა შორის ძალიან კარგი გამოვიდა. ო, შუადღეს ეკითხა. გავიდეთ. რა დაგშიზავ. და ანახამდე რა დღებედნი ერთელოდებოდი, აქამდე უნდა გავიდე. გაგო მხამე დაწერა ძმაო ჩატში. რო ვისაც გესიამოვნება ხო? გესიამოვნება რა. ვისაც სიამოვნება, გესიამოვნება ხო? ხო. ეგრევე მოდი, მაგრამ ბიჭო, მე მაღლა უკეცავ შენ დაბლა. იმიტომ რომ ფორმა მივიცე და მე გადავუკეცავ დაბლა. რითი არიან აგერ ხალხი, რითი არის დაკავებული დრაგზე. ფარსაკეთებენ. ოშე. ორი სიტყვით ვითხარი, ომი. ორი ოდეს იყო თქვენი დამპალი ცხოვრების შესახებ. ორი იყო გაგრას. ლისტიაში. არა, სამი იყო. მოზაიკას მარავცი. დია ბეჭე დია. აჰა. რა უჭირს რომ ფარს? დაზორებშიც კი დავსვით. ო, მე რეკნემ ზავოდი გამოვიდა. მაგარი. ხანა. კაი ფარი აიღე. დააფარე კაპიტანი. 650. მაგარია. წავით კვალიფიკაციაზე, ვიარეთ, დავწერეთ 11 და 6 დრო. და ვიფიქრე რომ საკმარისია იმისთვის რომ იასპარეზო დრაგზე, იმიტომ რომ კვალიფიკაციაზე მანქანები იყო, რომელიც 14-იც დაწერა, 13-იც, 12-იც, 12-ნახევარიც და ამასობაში ჩემზე მეტი ცხენის ძალა ჰქონდათ. კვალიფიკაციის შემდეგ უпростоად კვალიფიკაციის დროს ამასობაში ტატოსთან საუბარში აღმოჩნდა, რომ დაშვებული იყო ვიხლოპის მოხსნა. ვიხლოპის რას გულისხმობდა ბოლო ბაჩოკის რა ასე ვთქვათ. ვინაიდან ჩემი ბოლო ბაჩოკი შედგება ორი Subaru-ს ბაჩოკისგან და პლუს ალბათ ერთი 10 კილო ნეჟისგან. გადავწყვიტე რომ მომეხსნა, ვფიქრობდი რომ წონა მომცემს სხვაობას. მივედით ბოქსში, დავიწყე ბაჩოკის მოხსნა და რო გგონია რომ მანქანა გამართული ყავს და არაფერია გასაკეთებელი და ვფიქრობდი ბაჩოკს მოვხსნი და უბრალოდ წავალ დინოზე და მანქანას მივასწორებ რომ მოვედით ბოქსებში. როგორც გაირკვა რეგლამენტით ვიხლოპის მოხსნა დართულია, თუ რა თქმა უნდა ცეცხლია პირდაპირ არ ეჯახება რაღაცას რომ დაიწვას, ჩვენთან არაფერს არ ეჯახება. ეხლა ტუჩსაც მოვხსნით, რო არ გაგვძროს მაღალ სიჩქარეზე და ხვალ ვნახოთ რა შედეგი იქნება.
კვალიფიკაციის დღეა. ბაჭოკი რომ მოხსენით, კი გახსოვთ? ამასობაში რა მეთქი ცოტა გავასწოროთ, ხლოპი მეთქი რა ცოტა ამასადებოდა, რა მეთქი ჩამოვწიოთ და აღმოაჩინეთ ესეთი რაღაცა. აგეთ რას ტრამვაის ჩამოვწიოდნავ, კარდანი გადავხსენე. ეს არის ჩვენი დაუნფაიფი. ნახეთ რა შევამჩნიე. გატეხილია, კაროჩე. დატოს კი მოვიკითხავდი, მაგრამ აი ეს ნამდვილად სვარკის ბრალი არ არის. ისე მაინც დატო პრივეტ. აღარ დავალდები, აგერ კემპი მაქვს და უცებ მივადუღებ და წავალ დინოზე. ივარგებს რა. მემზადებით ხვალისთვის საძმო. მოკლედ გამოვედი, მივაფარე და სავარაუდოდ ხამუთი ვეღარ უჭერდა და გამოაგდო ფაიფი და გამიტეხა წყლის ბაჭოკის აბრატნი ძუზუკა. ну არაფერი არ გავაფუჭე ბაჭოკის გარდა, ეხლა მომიტანე ბიჭები და დავაყენებ. ესეთი ამბები. ზოგადად სტოკ ვერ ძრავს, რაც ჩვენ გვიდგას, შეუძლია 550 ცხენის საბურავზე. ისე რომ არაფერი დაზიანდეს. ну ეგრე წერენ ინტერნეტში, შეიძლება მეტიცაც გაუძლებს, მაგრამ რაც სტაბილურია და რაც გამოცდილია, მაგ ცხენზე დავაყენე. და ზუსტად ალბათ 15-20 წუთი დამჭირდა, ჯერ 480 ცხენი დაწერა დინოზე, საბურავზე. შემდგომ 2 PSI მოუმატე წნევა და ავწიეთ 515 ცხენზე საბურავზე და მე რომ მეშინოდა რომ მეთქი ისე არ მოხდეს რომ 550 ცხენს გავსდე, მეთქი მოდი ცოტა დაბალში დავიჭიროთ და შემდგომ ავიღეთ და ჩავასხით სპირტი, 4 ლიტრა სპირტი ჩავასხი სრულ გავსებულ ბაკზე. არ ვიცი რა კოეფიციენტი გამოდის ძალიან ისეთი რაღაც 60 ლიტრიან ბაკზე 4 ლიტრი სპირტი, ალბათ ხრანი ვაზნაით E5, E6 გამოდის, რა ვიცი, აზე რაღაცა გამოდის თქში. ხო და სპირტის ჩასხმის შემდეგ მივიღეთ დაახლოებით 540 ცხენის საბურავზე. გადავიყვანეთ ფლაივილზე, ანუ ძრავის ცხენებზე და გამოგვივიდა სადღაც 650 ცხენი ძრავზე და 800 ნიუტონი. ტიპინდა ხო? ბიჭო, ცხენს აღარ მომატებს, ნოკის რავი მეც ვერ ვქნა. ამოვიღეთ ეგ ცხენები, ამასობაში დინოზე მანქანა სასწაულად ბუქსაობდა, ძლივს ვიჭერდით, რამდენიმეჯერ გადავჭიმეთ ხვედები და ну რაც იყო ეგ იყო, ანუ 633 დაწერა, ბუქსაობის კოეფიციენტიც ასე ვთქვათ, ვიფანტაზიორეთ და ну 17 ცხენი მოაკლდა ვიფიქრეთ და 1.650 უნდა იყოს წესით. ოფიციალურად 633-ია. ხოდა მე წავედი სახლში, დავიძინე ხამის 4 საათი იყო და დილით დავაწექი დრაგზე. მოკლედ დრაგის დღეა, გახსნა.
Jora blatnoia 2 სამაჯური აქვს. არავე ნახოთ რა. დრაგზე ჩვენთან ხდებოდა შემდეგი. პირველი მოგვიწია დადგომა G90-თან B58 იყო. ხო და მაგმანქანას ჰქონდა დაახლოებით 500 ცხენამდე. და რა თქმა უნდა, ეხლა მეტი ცხენი ჰქონდა და სხვა შანსი არ ჰქონდა. ლანჩის გარეშე ვსტარტავდი. პირება ამ ორ ავტომობილს შორის უკან უკვე ხედავთ ემზადებიან. ეს ავტომობილები ჩვენ ვიხილეთ. სტარტი კარგი გამოუვიდა გურგენიძეს, მაგრამ მოხდა მერე რაც მოხდა და ლანჩს ფიზიკურად ვერ მართავ ამ ეტაპზე, ვინაიდან კოდია დასაწერი. საშკარად გადამწყვეტი გამოდის. აი, ძალიან კარგი სტარტი ქონდა, რა თქმა უნდა, თუ ეს ძალიან კარგი სტარტი ეს ჩაითვლება, რა თქმა უნდა, და ფოლსტარტს არ ქონდა ადგილი. მე მგონი რომ მაგრამ მაინც მოახერხა. მაგისთვის, სავარაუდოდ შემდეგი დრაგისთვის მანქანას რომ მოვამზადებ, მაგ კოდს დავწერ. და ეტაკში ლანჩის გარეშეც კი თუ მიხდებოდა ნახევარი ტრასით, მაინც ვეწეოდი და მაინც ვასწრებდი. რაც მაინც კარგი შედეგია, ვინაიდან მანქანის დაწევას საკმაოდ რთულია თუ ძალიან ბევრად ჩქარი არ ახარ მაგ მანქანაზე რა. და მაგ მანქანის შემდეგ დაგვაყენეს სომხების G84-ია ალბათ, არ ვიცი, არ ვერ ვერკვევი BMW-ში. ჰახვერდიანს და მის G82-ს, რომელიც ძალიან ძიაურდება. ანუ მოვუყეთ 1000 ცხენამდე იყო ეგ მანქანა, საუკეთესო დრო მაგ დღეს აჩვენა 9 და რაღაცა, 9 და 3, 9 და 6 რაღაცა ეგრე აჩვენებდა დროებს რა. და სტაბილური მანქანა იყო სხვათა შორის. ნუ რა თქმა უნდა რომ დამისტარტა შანსი არ მქონდა, მით უმეტეს ლანჩი არ მქონდა, ნუ როგორც წავიდა, ისე წავიდა. მხოლოდ ნომრებს ვხედავდი, წაკითხვადი იყო რაც თავარი. ძალიან არ მიდიოდა. და თემა იმაში იყო, რომ აი რო უკვე გამასწრო და ვატყობ, რომ წინარე და ვეც დავეწევი, აზრი არ აქვს და პროსტა მიჭირავს, მეთქი, ნუ დრო მაინც ვაჩვენო მეთქი რა, იქნებ უკეთესი დრო დავწერო მეთქი ან რაღაცა ხო ხვდებით და უყურებთ ამ სპიდომეტრს რა, უკვე 230-ია რა, 235 და ვატყობ, რომ ვეწევი რა ტიპს რა და რაღაც თან დავისმენდი რა, სპიდომეტრს ვუყურებ, მეთქი ძალიან ჩქარა ხო არ მივდივარ რა, რაღაცა ხო სასწაული არ მოხდა და უცებ გავარდა ჩემი მანქანა რა. რო შევატყე რომ ვეწევი, ჰოპ და უკვე ფინიში იყო და დავიწყე დამოხრუჭება და ის რო უკვე ვუხვევთ და უკან მოვდივართ რა, ის გზა არის რა, უნდა გადაკვეთო ფაქტიურად მოკლეზე გადადიხარ რა, მოკლეზე უნდა გადახვიდე და ისევ მოვბრუნდე პიტსტოპზე რა. ხო და ვუყურებ რომ ეს ბიჭები პირდაპირ წავიდნენ რა, კი დავუსიგნალე მეთქის არასწორად მიდიხართ, ვერ მიხვდი რომ რაღაცა მოვუვიდათ და რომ მოვედი და გავჩერდი პიტსტოპზე, მითხრეს 5 წუთიანიაო რა და არა 5 წუთიანია, ჯერ წუთ ნახევარიო, მერე 5 წუთიანიო, მეთქი რა მოხდა, რავი რაღაცა სჭირსო, ვერ მუშაობსო და მერე ჩემს უკან მომადგნენ და ხმაზე შევატყე რომ ოპერებო იქონდა და ცალცილინდრი არ მომუშავებდა. ხო და 5 წუთიანი წარეყოთ ბიჭებს და ნუ ტექნიკური მოგება გამომივიდა, ასე ვთქვათ, გამიმართლა. მოკლედ და ორი ზაიზდი გავიმარჯვეთ.
ეხლა ცოტა ხანს დაგვასვენებენ და მერე გავდივართ ტარიელას მანქანასთან. რა თქმა უნდა აზრი არ ექნება და გამასწრებს. მაგრამ და მაინც საინტერესოა. საუკეთესო დრო 10 და 4 გქონდა რა. ბოლოს მქონდა ზაეზდი ლურჯ M4-თან იქ ბოლოში თუ ჩანს. აგერა იქ ბოლოში. 9 და 03 დაწერა ბოლოს დრო, მაგრამ ზაეზდის დროს ბოლოს რაღაც მეწეოდი და როგორც აღმოჩნდა ორშინი გატეხა ან ბლოკი გაიბზა და რაღაცა მოუვიდა და ნახოთ ჯერ მიწევდა ტატოსთან ასპარეზი რა და მერე ტყობა სანამ გადმოთვალეს თუ და სუდა და ისე დაალაგეს რომ მე მომიწია ქოროღლიშვილთან. ქოროღლიშვილს საუკეთესო დრო ქონდა 10-4 კი და სტაბილური 10-7, 10-9, 10-8 დაახლოებით ეგრე რა და რაც არ უნდა ყოფილიყო გამასწრებდა. ორი სიტყვა მანქანის მდგომარეობაზე. გადალესილი კოლექტორი გვაქვს, იმიტომ რომ აპარებს. ტურბოს კიდე რა ბოქსში მივალ კამერით განახებთ როგორი ტურბოთი ვგაზავთ. ჩვენი გოლფი მესამე ადგილზეა. თუმცა წესით შემდეგს ამანქანას. და ფიქრობ რომ უნდა გამასწროს. თუ გამასწრო, გამოვარდები. თუ არ გამასწრო და მერე უკვე ტატოს ხვდები. აი ესეთი სიტუაცია გაიჩნდა ახლა. გამასწრებდა, იმიტომ რომ მე დამიფიქსირეს ერთხელ 10-4, მაგრამ სავარაუდოდ შეეშალათ. მე მას მგონია, იმიტომ რომ 10-4 არ მგონია ყოფილიყო. გამოვედით ქოროღლიშვილთან და რა თქმა უნდა მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო, ჩვეულებრივ მოვლენა იყო. რანჩის გარეშე ვიყავი. გამასწრო, თუმცა რაც გამივიდა სტარტიდან, ანუ ლანჩით რასაც გადიოდა და რომ დავიბუსტებოდი და სიჩქარეს რო დავიჭერდი, მაგ დისტანციას ვინ არ ჩუნებდი, მაგით ვიწყნარებ თავს. ანუ ლანჩი რომ მქონოდა, გამასწრებდა, ან ძალიან ახლოს ვივლიდი. ან იმის შანსიც მქონდა რომ მე გამესწრო. ამიტომ ასე ვერ ვიტყვი ზუსტად, მაგრამ ზუსტად ვიტყვი იმას, რომ მანქანას მომამზადებ ისე, რომ შემდეგში თუ რა თქმა უნდა ეგ ბიჭი იქნება ისევ. ვეცდები რომ უკეთესი შედეგი დავდო და შეიძლება გავასწრო კიდევაც. რაც მე მგონი არ იქნება საწყენი და დასაფასებელი იქნება თუ გამომივიდა. სხვათა შორის F90-ებში საკმაოდ ჩქარია, მეც გამიკვირდა რომ ეგეთი ჩქარია ეგ მანქანა, ვინაიდან F90-ის M5-ებს საკმაოდ მარტივად ვასწრებ ჩემი მანქანით. გასაგებია რომ არ არის სტოკი ეგ მანქანა და საკმაოდ კარგ დროებში დადის და მაგათი შრომაც დასაფასებელია მაგვიჭების. რაგი შემდეგი დღეა, ჯორა პახმადიაზეა. კი არ იყო, მაგრამ აქ არის. დისტანციურად ვიყავ. ირაკლაი მანქანას ისე ვიბრუნებს სამოქალაქო რეჟიმში. დისკები დავაბრუნეთ. ის სხვათა შორის ფილტრი მოხსენი. სპორტული? ხო. რა? კიო. იქ მინდა იმასაო რა ქვია. კამერით ვანახო რა ტურბოთი გაზავდი. ეს კამერა მანქანაში მოქვს რა წამოიღე. კიო, ჩანაცილი მანქანის ფასო. ეს ბეგვარა. Easy parts. ოკეი. რეკლამა გაკეთებულია, ფულს მერე ჩაგრიცხო. Яснია, აბა სპონსორი არ მყავს და. რა გულა ყავდა რეკლამა. ეგ ჩემი სპონსორი არ არის ბრატ. ეგ ორგანიზატორების სპონსორი. იმას უსმინე? ტონის მანქანაზე. გოლფსამიო. გოლფსამიო, ხო, ყველაზე სწრაფი გოლფსამი. ნუ ეხლა ბიჭო, ტატოს მანქანა ხო გოლფორია? ხო. და ეს იყო ცოტა უკეთეს ვიძე და ალბათ 3 იქნება. აღარ შეხედე. აი რა ტურბო არის ბიჭები.
აი ამ ტურბოთ ძმაო დავდიოდი, რასაც დავდიოდი. შემდეგ წელს ტრაკზე დაბრუნდებით უფრო სწრაფად წესით. იმიტომ რომ $100 გვაქვს გადახდილი ამ ტურბოში და არა, ნუ აი ყველა კაი გამოიღება. კაი, საკმარისია. ხედავთ, ჩავტოვოთ. ხედავთ რომ ტურბო არ აქვს. ფოტოსები იღიდა და ტურბიდან მოაყოლეს. მოკლედ გეგმაშია. ექსტემუს აქცია იყო და ამ ტურბოს შეცვლა კოლექტორის აწყობა. და ეხლა გვაქვს 550 ცხენი საბურავზე. ხო და ვაპირებ ერთი ალბათ 800 ცხენზე მაინც ავიყონო საბურავზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ლანჩი ვერ გავაკეთე, რომ მაინც დავეწიო ასე ვთქვათ რა, მე. ნახოთ. არაფერი ისეთი საინტერესო მეტი არ გვაქვს მე მგონი. აგერ მეორე თემა რომელშიც ერევა ხალხი ჩემი მანქანა ეს გოპრი ამჟამად არის დაახლოებით 400 ცხენზე საბურავზე და არის 4 ცილინდრიანი ეს ბაურად არაფრით არ გამოირჩევა იგივენაირად აწეული კაპოტი აქვს ესეთ ვიძია ნუ ფარები აქვს ჩვეულებრივი ბენზინები არ უყენია. ობა. ტეტები რაღაცები, ეს არის ჩვენი ფაბია, რომელიც ასევე დაახლოებით 400 ცხენზე იქნება საბურავზე. ბევრი არ დარჩა, მალე მოვრჩებით ამ მანქანის აწყობასაც. კარია დღეს და არ ვიცი ხმა როგორი იქნება. ვიხლოპი გვაქვს 3.5 ინჩიანი. გამშვები გაგოს მანქანაში ეწედი მოაიღე. რავი, ღია თუ არ არის გაგონახე და გაგიფებს რა. ხო, 3.5 ინჩიანი ვიხლოპია თავიდან ბოლომდე. აგერ ეს არის გარეგეითი. რა. ცოტა ზეთი გაზდის სვივს, მაგრამ არაფერი ისეთი. აი დანარჩენი კავშირია რა. სხვათაშორის აქეთ რაღაც ხმა მესმა და რა ვუხმობდი და უნდა ვნახო. ცოტა უმბარასაც ხმა. აუ, უმბარას ხმა კი. მაგრამ თავარია იმის თქმა და გაგვეზარა შეცვლა პროსა. თავარია ჩვენი ხოდით მოვედით იქიდან. მაგას ვიძახი ხო თავის მანქანა თავის ხოდით ვერ წამოვიდა. ბევრი მანქანა იქ დარჩა, კი. ჩვენიერია რა, მე-4 ფინალის მანქანისთვის. და მოხუჭებიც გადავახურე. იმის მიუხედავად, რომ 350 მმ-იანი მოხუჭებია, მაინც ვერ ვჩერდებოდი. თერმოს, იოხ. ჩკა. და ასე. დავდი ახლა. ვიდეო გავაკეთე, რომ YouTube-ზე ავტვირთო. წავდი.